Flowing Bars მეორე სეზონის მეორე მეოთხედ ფინალური ბეთლი, სადაც Kid9 დაუპირისპირდება Frosty-ს. Kid9 პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი გახურება უნდა დავხურო პროექტი მოვედი მეორე სეზონისთვის აგიხსნი Frosty შენ თუ არ გასმის ვიქნები მამა ბავშვებისთვის მოხვედი მეორე წაგებისთვის მოდიან დავითომ კენია რაღაცა ყლეობას როებით ჰაიპისთვის პირველი მოგება პირველი მყარი პირველი გამოტოვებული ზარი Frosty-ია სახლი და მომოხსან ზარი ჩემშია ვაშენე ჩემი ტაძარი მოხვალ და წახვალ შენ არ ახარ ტახა ორი წონი ჩემპი ევროპა და ახლა მომიწევსა გასწავლო რა არის ბეთლი შენს გარდა დარჩა კიდე ორი მსხვერპლი Frosty შენზე ისეთებს ვიტყოდი პროსტა ისოდე რო ეხლა არ მსალია უნდა გაჯვა მაგრამ ეს დარება რადგან შეგწირდება შუა ზამთარია მეხნევა პანჩი და Flowing Bars სეზონის ბოლოს წავიდებ თამარს ბავშვები იზრდებით კლავდებით ან Kid9 სამდენი შეკითხვა აქვს გეტყვი შენ ენაზე გარკვევი თუ ვინ ხარ შენ ჩემთვის პირველად ვიხილე ბეთლემსი რომელსაც ვიზუალი აქვს აქ წერა ქვის არ გინდა ფლის გაჩერდი ან კიდე თხარე ჩადექი კარებში და გაგიტანე და გეტყვი რაღაცას რაც დაგადგება პირველი ღამეა და არ აქცება ესეთი ფლოუთი მოდის და Frosty გაგონია მამიგებს აიღებ ჩემ კლეს თინეიჯერი ბავშვები ვერსის წერით ავარჯი შეფენა ხელებს შენი ბეთლი დიდი ვერაფერი ვაფშე არ დავდადე შესარჩევი შენ თუ გინდა მე რო შემაჩერო მე კი არ გავჩერდი შევაჭერი სადა როდის ვიცი ყველაფერი Frosty-ს უნდა დააფეხბურთელი ყოფილიყო მარა ჩაისვარა და მერე გახდა აქრეპერი ცოტა ხანში ძმა ტიკტოკერი მომავალში ინსტაგრამ მოდელი შენი რეპერობის სამჯერა მაქსიმუმ გახდე მოგება იწყება წაგებით მოვედი მოვიგე წავედი შეგეძლოგებას რა ფაქტები ბეთლის ფავორიტი გავხდები მე ბავშვები გაჩამენ დღევანდელ რეპს Frosty პროსტა ავარჯი შემსა ხელს შენაირ ორ ხეს დავარქმევ დღეს ვერსად ვერ იპოვი შენაირ ხეს ისეთი დიფცი ეთიბაზე ვაფშე ვერ გავიგე ბაზარი ჩემი ყლის ამსახურება დუჩები რო გაქვს დამწყარი არც ყალი და არც ტიპე ან და ვაფშე ვინ გადაიკიდე იცი არაფერი გამოგდის და ჩვენი ბეთლი დავიკიდე ყლეზე ნახევარ ფინალში განახებ როგორ უნდა იყო number 1 რამე თუ გინდა კიდე რა პრობლემაა იცოდე აგერ ვარ ეხლა ერთ გეტყვის წაგადგება და მიჯერე გამოგადგება შენაირი ბევრი ვნახე და ლახი რო იყო ხორიში გარჩახდება შენთან ბეთლი არა უფრო ბოთლი არა და მინდა და პრაქტიკა ჩემთან ოსაგება და გამოგადგება მომზადება პრაქტიკა არაფერი პირადული შენი რეპი არის ინტიმური თოთოს ნახმარი პატარა ბავშვის სტადუსი ფულის გამო არის აქ მოსული ისე გეჭერ ჩემს მგონია ჩემს გარდა ვერავინ მოხსნის რადგან შენი სიმღერა ვიზუალი აქ ბოთლის ჩემი თავდაცვა თავდაცვა ბოი შენი სტილი დრაკო მალფოი ბოი მე ვასება რეპერების კარაკი ვიწასმა რადგან ქუჩემ გამზარდა ბოი აი ყლევ როგორია ნამდვილები ამ ჭირდება მოგიყვანო მაგალითები ეს პროცესი და ამის მერე აღარ იქნები ანუ გაგვიფრინდები შორს და დაუბრუნდები blow jobs მე კი გავახსენებ Flowing Bars და გადაგიკიდებ ჩემ კამარს Hey yo Frosty პირველი რაუნდი Hey yo Very drawing camera დასწერა მქონდა very punch ვერცერთი არაჩოს გარდა ეტყია მოვიტარა და კიდე გაგორდა ყველაფერი წამოვიარა და ჭობჭონდა ყველაფერია თვალი გავახილე როცა გავედი კომიდან სეზონი როცა მოვიგე თქვენ მიყურებდი ჩოლიდან ზის ერთი პანჩი დაწერეთ თქვენი უაზრო ბოდიდან აგერ არავის გაერჭოთ ყველა ადამიანით გორიდან ყველაფერი დავინახეთ თვალი გავახილე ბაზებში და მეკაის პატარა კიდია როცა გავაშირო ზარმოკონია კონია სახელი აქვს Kid9 ავტორი აქვს 6ix9ი ისეთი თესლი ლაინერწეს რომ გიგონება ინაირი მაგრამ დასწენაზე არ არის ადრო როცა მომოტა დაუკრას კიდე ყავს გოუ მეორეში გამოვდი რომ განახჩო მაგრამ ამოს უკავოს უსაგიო შორს სპორტის დრო მოვიდა შეკვეზე ჟური ყველაფერი და ორმელი და მზაგდიული არ გამოს ფაიული არ ყოს კეისარი ისეთი სუპერჩი ვაკაი შვეიცარი მოდი აქ შეცხოვრებაზე პატარა ჩაგრული ბიჭი ხარ სპორტი არ გამოგივიდა რეპში სარავის უნდი ხარ ომო შენზე ვარ ნაწყენი პროექტი რომ ორთენ არწყევით პატარა დახას ნაბურთი ჩვენ და შესამძლი ნარჩევი ინფორმაცია კიდიზე არ არის აქის რეშჩი ყველა პანჩი გულზე მოხდა სპერმა უდოს საქმეებში უსაველი გამოვიდა და მოუკვეთრო იყო სამტროპიები კიდე სეზონი რომ მომიგურეს ხა მოვიშოვდა განროვა და შეური მელოდია ქუჩილა ჩაუდო სორი თელინგი გავაგრძელოთ არ დაგვიგო საქს სქემები რაღაც კაკანის ხამისმის რატო აკავთ ეს თათმები აღმოსვეხები მეორედ შენ და ელოდე მეორეს აღმოსვეხები მესამედ შენ შეგისრვებ მესამეს ყველა რაუნდი მძიმე
მგონია როგორც ოთოსაკ შაურმა შენი გული აქ დამჭდა რომ მოამზადო ყაურმა და მიძახეთ ჯალათი კისერი ხევში ვარდება ცოტა მძიმედ ხარ წაგიღებ გავიჭითები ვარდედა ამ ზეზოს მე რომ მოვიგებ რადგან ფაჩი მოგხერი მე აქ მოვხდე სოფელი რომ გგონება ორხები ვერაფერი ვერ მომიგონე და ვერაფერი შემტენე მეორე რაუნდის სქემები რო არ დავზე რომ მეხვეწე ანიმეშნიკი რომ დამიყენეთ ცოტა ნამუსით მაინც გეფიქროთ ამას ერთად საბუთო ნარუტოს და მე ვაქცევ კედი პერიოდ თუ გამოდიხარ ნარუტოს სახით დღეს და მიზა ჰესასკე უჩია შენ საკურვა დღეს გაიქცევა მასაც არაფრად დაღარონდი ხარ რაუნდი Ey yo, Kid9 მეორე რაუნდი. Yeah. როცა ვრეპობიძე მინდა გავახარო ჩემი მუზა შენზე მაგარ ფანჩებს გააძრობდა ორი მუზა ფროსტის უხაროდა და თან შინაგანად წუხდა რატომ მომიყვანეთ აქ ჩინელი ან გლუკა ვისაც უნდა მაჯობოს მინიმუმ ჩემზე მეტი ქნას ფროსტი დინამიკი ბოლომდე ჩაუწევ ხმას გამოუცდელი MC-ა გამოსილებს ხნავს შენი სტილი ჯენა ორტეგა ვაფშე არ ჩანს მარტო რეფერენსი ჩემი ძლია მოგიგო ისეთებ შავატარება მგონია გამოიღო შენი აგდებული გოგო ჩემთან ჩემს მერე იყო მე კი აქ მოვედი რო ეს სეზონი წამოვიღო ვერავინ ვერ გამაკურებს სანამ ვიქნები აქ სანამ მე მომიგებ კი გაიზრდები თან ყველას უნდა ბეთლი ყველას უნდა PvP მე კი უკვე მაზღარი ვარ ფლოენ ბახსი მივირთვი გამოგარეთ მერე წადისალმე შოუ შენს არ იყო გრინჩი და ვიცი ვერ მოიპარავ შოუს გონი ჯობს იმუშაო სადმე სადე ბლოუ ჯობ თორე ჩართულია ტაიმერი მიდი შენი დრო არაფერი გამოგივა როგორც შენ გინდოდა შენი არჩეული ბითი მე უფრო გამისტორდა იღბლიანი ბორბალივით უნდა გატრიალო და ბეთლის მერე ნამდვილ ჰიპ-ჰოპს უნდა გაზიარო თან რამდენი ბავშვია დასარიგებელი თითო აგური ვარ აღმაშენებელი სამიდან სამივე ჟიური მრო დაგაჯვოდა თქვენი ბეთლი MCL-მა შენს გარეშე გაკაჩა MCL-ის ნაშეკაშრა როცა დამიდგა აქ ისე ეხლა გამახსენდა ბევრი მასალა მაქვს ყლეზე მეკიდე და ბოლო შენ გამეჩითე ბეთლზე შემნაირი მეკობრე არავა შენაირ გემზე და ლახიანი ფეხები ჩევდი ვარ შენ უბანში შენ რო იყო მამლუქი არ გიყიდით ნახურდაში ესეთი რო არ მყავდეს და მცავი მიდევ ჯიბეში აქ რო ვერაფერს იზამს ბოლოს მოხეს ევროპაში შენ თუ გინდა PvP-ან BDM-ი აქ მე ჩაგიტარე კლასი იქი დიდი ბიძიები გაგითხრიან მიწას და იქნები ჭაობში როგორც თინეიჯერ მგალში შენს მოხდები ქაოში არავისთან მინდა მე არავის არ ვეტენები მინდა ბანკისთან გარიშზე ლარი ევრო დოლარები შენთვის კომპლიმენტია ბეთლი რო გექნება ჩემთან ეხლა მე მკითხე მინდა თუ არა შენაირყლეს ამბასადორი ვარ ფლოუენ ბარსის შენი კარიერა ჩემს გამო გაგრძელდება კრახით მართალია ბეთლის მერე მე ვერ გაგიშვებ ტაქსით ფროსტი შენ ხარ მიზეზი განდონის ბიზნესის გახსნის ამბასადორი ვარ ფლოუენ ბარსის მართალია ეხლა ნახე ის რამა ჩემზე შემიცვალა წარმოდგენა ერთადერთი ჩვენგანია ამ პროექტის აღმოჩენა ცოტა კი მიყდება შენთან ერთად აფში გამოჩენა მე ვასება შენაირი რეპერების გამოწერა არა ხარ ცუდი უბრალოდ მე ვარ კარგი ფროსტი იქ ნუჯდები სულ სადაც გაგიწება ტრაკი ბეთლს მერე ფროსტი შენს გაგეკისრება აქ ხარკი ხელებს გავარჯიშებინებს გარდა ტეხის სასაკი ჩემი ისტორია სამი ჯადო ქრის კი არ მე ვასება მაგრამ გამომდის შენთან ბეთლი ისევ ჰაიპისთვის ღირს ფროსტი კიდე პროსტა წერით ხელებს ხლის გამოუცდელის გამოსილებთან გამოსდა ბიძე შენთან ბეთლი კი არ მაქვს უბრალოდ ახლოდან მისმე რამდენი მასალა მაგრამ მაინც კიდია სირძე და თუ რამე საზრობს აღადაო მაინც გამიზრე Ey yo, Frosty მეორე რაუნდი. ისე მეორე რაუნდი ისევ გამოვედი მე ბევრი ჭორი მომიგონეს თავებამდე ქრაუს მეერე არაფერი ამდგენია შენი ენის ფონზე გამოვსდი უფრო ძლიერი ვიდრე ვიყავი მე პრეისტორია გატონაში ხადროის არაფერი არ გამოგდის არაფერი გონი შენი გონება სუსტია შესარჩევში ყველა ვნახე პირველი ბეთლის ვერაფერი ვერ მეგანახეთ ნარუტოს ფანი გამოდის მიკითხავს აქ მორალეს ჩემი დათქმა ძლიერია როგორც მაიკ მორალეს მაგრამ ტბაში უფრო კარგი სიტყვა მოგვაყოლეს და შენ ანიმეშნიკი ხარ მიძახი ჰოკაკე ყველაფერი გამომივა იმედი მაგულში მე შენთან ბეთლი რო გარისკე უნდა მოკლას სულში შენ ისეთ ლაინერდი ხარშე ვარ გიქნება ნანახი ჩემს ისეთ რომ მოვა მერი რამე გამაგდი ჩემ წინ დამიყენეს ბოზანდარე ელის ბეთე როცა დამიგები სამში ძელი ქელის
მარა ცოტა დავიცადოთ იქნებ ღირს გვაგირსოს გვაღირსოს ყველა ანიმეჩს ბიჭო დავიკიდებ სიზემე ყველას ერთად ჩამოვკიდებ ჩემტონია გირებზე ხოლმე ფსიქიატრიული შეგადარებ გიჟებზე თქვენი ფანჩი შევადარე განსხვავება გრიჟებზე კინაინი ბიძე როცა ყველამ დააცინა გაბოროტებული ბავში როცა ზურგი გაეცი ომო შეეცოდე ბიჭო თორე შერა გააცვია ერთადერთი სირი ფილმი სადღაც შეხარ მააქცია მაქსიას რო შეგადოროთ უკვე 9:10-ია კიდი ჯერი ვერ მოვიდა ის ხომ მოგჯერ ბავშვი ერთი შავი მასკა ქონდა ეს ხომ ფროსის პასტია მარა ომომ დამიყენა არა ბრალი ყველას გადავდები ბიჭო აქ საჭირო გახდება ჯერ ნარუტოს მოვიჩორე მერე საწყე დროდგება პიტარას თული ხოდი გაქცინი სენზე მაგდება მარა ვერ წარმოიდგენი ფროსტის თუ გაგდება მარა არის დადოთ მოვა კიდევ თქვენი დრო ერთი წუთი არ ყოფილა ტრეკი რო არ დამედო იმდენი აგმებლე დავე უკვე ბანი დაგიდო იმდენი რამ შეიწერი არ ვიცი სად გაგედო არ გეშინია არა ოცებენ ლამპიონები მასცენას რომანათებე მე მოვდიოდი კიდი გაგორდა და რელოდა ფანჩი მქონოდა გადებული ბავშვები რო დამიყენებ ბეწემე ერთი რამე გამომივა ხელის ფანფაყვერებზე არასოდეს ამოსულა შენთვის დილამზე მარა ერთი შეგადარე მოგიხდება სიტყვაკლე მარა შევეცი აქ ბეწებს სადაც გინებდებია სადაც ფანში აღარ არის ბიცე ცაცნენებია ბევრი ბითი გამოტოვე რადგან დამზარეებია მარა მაინც მე მოგიგებ ხედან განსხვავებიანს ბოი რაუნდი Ey yo კიდნაინი მესამე რაუნდი პირველ რაუნდში გითხარი ის რაც არავის არ უთქვამს შენთვის დააწინცო და შეყლეო ვინ არის გოუთი ონლაინ ბეთლის შენ აგრებულ გოგო შევეცი რომელმა შენ მოგცა გვაჩვენე შემდეგში ეს ბეთლი გამოცანაა და გამოიცანი რა შეგრჩება ხელებში შენთვის არ არის ფროსტი პივიპი უნდა გავდევნო შენგან სპირიტი 0-2-ზე ტოტოქსია ომი დანძრეული გაქვს თუ გინდა ომი ვაკეთებ იმას რაც მინდა და ვერავინ მეტყვის რომ ვაკეთებ არასწორს მე ჩემი მატორით მოვედი და არ მგონია რომ ვიღაცამ გამასწროს არასდროს ვიძახი არასდროს და მაინც ვიღაცა ფიქრობს რომ თამაშობ ფროსტია ჩემი თიმეითი და შეგიძლია რომ პირველ მაგარაშო პატარა ბიჭები ნაშობთ როცა მე ვარ არის საგანგაშო თემა ორი თვალით ხედა ორი ყურით მე და მაინც ვერავინ ვერ გამაკვირვებს ერთი რამ უნდა მაფიქრებს შენთან ბეთლი ბიჭო უნდა გამიკლეს გემზე რო ხარ ბიჭო კითხე კაპიტნებს ხო კითხე კაპიტნებს ვინ არის ნამდვილი MC ჰასლი ბიჭო მე ტაროს გაშლი შენაირებ ჯერ ხო ვურტყამ თავში და მე უნდა ევროპაში ზალა ერთობაშია ხარშავ ყველას ერთ ქვაბში ყველა ჩემს უბანშია ნამდვილი იტალია მაფია დამთავრდა შენი კარიერა და მაინც არ მომწონს ეს რამდენი მასალა შენზე ფაქტებს დაუტოვებ ხვებს ქუდმა გირჩია შენ და ნუ დააბრალებეც ფროსტი მარჯვენათი ანძრევს და იგივე ხელი და წერს მეორე სეზონში პირველი ბეთლი და პირველი მოგება ბავშვთან ჯობია წააგო ჩემთან ვიდრე მოიგო ფროსტი შენაირ მკვდართან უცხო ზარი არის კარზე ფროსტი მოდი აზრზე არის მარტო სახლში და მაშინ ჩართობითი როცა მიხვდა რომ არ გაუშვეს დღეს ის სკოლაში მოდი და მითხარი ვინ ხარ შენ და მიდebekები თქვი რამე გადავსურავ შენ ხარ მდინარე რეპირას დაიწყე ინანე მოდი და მითხარი ვინ ხარ შენ და მიდebekები თქვი რამე გადავსურავ შენ ხარ მდინარე რეპირას დაიწყე ინანე ვინ და მიშლის გითხრა ის რაც მინდა მე ვინ და მიშლის გითხრა ის რაც მინდა მე დავიკიდოთ ყლეზე და თუ მინდა მე დავიკიდოთ ყლეზე და თუ მინდა მე სამი გვამი MC ვიცი ვიკადრე როცა ვრებო მე თავს ვერ შევიკავე დიეტაზე ხარ დილიდან 7-მდე ჩემი ყლით გაზღები გათენებამდე ეხა კიდე მინდა მეტი ბასი აქვს ჩემ კლეს უფრო მეტი ფასი აქვს სანამ ფროსტი სამი ფანი ყავს მანა ვაბაუნსე მე ამ ხალხს და თუ გინდა მომიგო მე დღეს ვერა მარა ვერცხალ ვერცეგ ვერცლებ ვერწერ ვერსებ სვერა ვინსადა როდის პირველი კამარი მოდის აქ flow არა flow and bars ჩემ ქალაქში ჩავიტან კამარს ვინსადა როდის პირველი კამარი მოდის აქ flow არა flow and bars ჩემ ქალაქში ჩავიტან კამარს Ey yo Frosty მესამე რაუნდი
პირველ რაუნდში გითხარი და ელოდი აქ მესამეს ბეთლი იქით გადადე და გახდი ინდი მეწარმე ან რა ინდი ბიჭო შენგან კრისაც არ გამოვიდა რეპერობას აქ მოადგა შლატერმა როცა უმტყუნა შეთაშუა როგორც მაშინ გენიოსი პოეტი ის რამის გაიკეთება აზრს რომ მოელი ის მითითებენ ფაქტს როგორც აიწყლარმი ისიც აკითხები როგორც მარტივმავები მესამეში აქ სქემები მარტივი რატომაც არა პირველ რაუნდში დავმართე ისეთი მეორეში ჭამდა არაფერია იმაზე საწყენი ვიდრე მიდგები რაც უფრო მეტი დრო გადის ნელა უფრო ვიდები არაფერზე აქ გული დამწდა არაფერი არ დამაკლდა შენთან მოგებისათვის მინდა პატარა ქვა და ლაკატკა ეხლა მოდი დამენდეკი ყველა ვერსით მოგიგე სოზნიერ ვიცი მაგრამ ჩემი წამოიგე სამ ვერსი დაგეწერე და მე გამოგიგე შეზე მასალა არ ვიცი მაგრამ მაინც ჩაგიდე შეიძლება და მოგეგო თავში ჭუა რო ქონოდა წინა ბეთლიდან ამ დღემდე ჩემზე მასალა გწონდა ვერაფრით როვე აქ მაჯობე არა და მასალა დიდია ალბათ იმისით ბრალია კიდის რომ მოკლე ქონია ალბათ ისიც რომ ქონები არ ყოფა მასამბლზე როგორც აპარი მე ვარ კომლე და ამას გავაკრავ მაღლა წერზე დამიდექი მიდი მოდი არაფერი არ წაიღო მიდი მოდი ვაი გამოიწმინდა და ბეძე ისე მოდი თროე ტრაქს არი მომერც მოდი დამიდექი მიდი მოდი არაფერი არ წაიღო მიდი მოდი ვაი გამოიწმინდა და ბეძე ისე მოდი თროე ტრაქს არი მომერც მოდი შენზე მასალა ბევრი რომ იყოს დაგიწერე ისე რომ ცხოვრება გეხს მაგრამ კედის თავარი ფიქრია ლიბი ვიმეში სადმე რო შეყოს არა უშავშო ჯერ ბავში ხარ მიწევს ცხოვრება გასწავლო მაგრამ ერთი ბითი მინდა სამი MC რო დავაგდო მაგრამ მოდი არ გავყუროდეთ კიდე ჯერ აქ ბავშვია ხოში როცა ჩამოილვის თეთრი ბარათი და საშვია არასოდეს არ მიფიქრია როგორ ეგზნობა ჩემპობა მაგრამ იზვნი წინასწარ მეორე სეზონი მე მაგ არ ვიცნო რო დაგაგდე და მე მიწა გაყარე ერთი ჩება რაც მქნება ძილი წინ უნდა გამაგდე ჩემი ზმური რჩება კიდე ფანჩებს აქ მიდარებს აგერც უარს მithვალი იწინებ ყლეზე მკიდი ამადარდე მოდი წარმოგიგე სეზონი შენაბეძე რო დაგები კაბიკეთი განდონი აღიარა შენს მაგრამ შენში ხარ მარტონი თელი ჯგუფის ცენტრზე მექანის სექტორი ყველა ფანჩი რო დაგამხე მერე მოხდა კარდონი შავი მასკან ტანზრთებით გავიჩითები განდრონი მესამე რაუნდს რო დავამთავრებ და მერე ქამას რო გავანაღდებ წარმოიდგინეთ პატარა ბავში წარმოიდგინეთ რო პარკს ალაგებს ერთი თავარი ფაქტია მასკაცობა ხო არ დარდებს აგერ არის შეშიური და ყველაფერს აქ დაალაგებს რაუნდი მადლობა ორივე არტისტს. ახლა კი გადავიდეთ ჯიურიზე და გავიგოთ ვინ გახდება Flowing Bars-ის მეორე სეზონის მეოთხედ-ფინალური ბეთლის გამარჯვებული. მოკლედ, სიმართლე გითხრათ არ ველოდი და ძალიან გამისწორდა, ძალიან მაგარი იყო. ბევრს არ მივედმოვედები, მოკლედ ინდივიდუალიზმით, უკეთესი დიქციით და უფრო კრეატიული, უფრო სწორად punchline-ებით ეს ბეთლი მოიგო Kid9-მა ჩემთვის 3-0. მეორე რაუნდი იყო ყველაზე ახლოს. მოკლედ მოვუსმინე ბეთლს, კაი ბეთლი იყო. Frosty-ზე რაც შემიძლია ვთქვა. კარგად გამოხვედი. უბრალოდ ხარისხს მიაქცია მეტი ყურადღება და დიქციას რო სიტყვები უკეთესად ისმოდეს. ბევრად უფრო წინ წაკრავს ეგ. Kid9-ს რაც შეეხება, ძალიან გამაკვირვა ძმაო. ვაფშე არ ველოდი მაგას და რაუნდებად აღარც ჩავშლი რა. Kid9 ისე გამოვიდა, რომ სამივე რაუნდს Kid9-ს ვაძლევ მე. ჩემი ხმა Kid9-ს. წარმატებები ორივე არტისტს. მოგესალმებით, ჩემებო ისევ. სხვათა შორის ძალიან ხარისხიანი და კაი ბეთლი იყო რა. უბრალოდ ერთ-ერთ მონაწილეს უფრო მეტად ხარისხიანად ქონდა დადებული ბეთლი თავისი. და რაუნდებიც ისე ქონდა რა, პირველი, მეორე და მესამეში უფრო კარგად და ხარისხიანად იყო რა. ჩემი ხმა Kid9-ს, Frosty, კაი ბიჭი ხარ შენც, მესამე რაუნდი შენი მომეწონა, უბრალოდ ყველას გეუბნებით რა, ის დიქციას მიაქციეთ დიდი ყურადღება და ბიტთან იმუშავეთ ძალიან ბევრი რა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბეთლემსი ხარ და როცა ამ კულტურაში გინდა რაღაცა ქნა. თავარია ბიტზე ჯდომა და თავარია დიქცია. დანარჩენი უკვე წერის და დანარჩენი და ფლოუები და რაღაცები მე უკვე შეძენადი რაღაცა არის. ამიტომ ბევრი მუშაობთ საკუთარ თავზე რა და წარმატებები პროექტს. Flowing Bars-ის მეორე სეზონის მეორე მეოთხედ-ფინალური ბეთლის გამარჯვებულია Kid9.